აქ კი ვსეირნო, აქ ყველა სეირნობს. ისეთი ადამიანები, რომლებსაც თქვენ კარგად იცნობთ. მეც თითქოს ვიცნობდი ზოგიერთს. ხო. მგონი აქ მაკარევიჩიც ზოგჯერ დადის ხოლმე. არ ვიცი სიმართლეა თუ არა, მაგრამ ასე ამბობენ. ჩემთვის კი სულ ერთია. მე მას არ ვიცნობ და ისიც არ მიცნობს. აბა დაიჭირე ეს. ხო, აი ეს ძაღლები კი დიდი სიამოვნებით დარბიან ზღვის სანაპიროზე. რა დაინახე მოიშა? მან დიდი ძაღლი დაინახა. ახლა იქნება ბრძოლა სიცოცხლის ბაზად. დაიჭირე ის. ყავისფერ კუდიანი. ოღონდ ჩუმად მიუახლოვდი. თავდასხმას არ უნდა ელოდებოდეს. მიდი. ნუ გეშინიათ ზოგა. ნელ-ნელა მოგიახლოვდებით და ვითომც არაფერს გიპირებთ. აბა სად არის ჯენი? საბრძოლო პოზა მოიშა. დაიჭირე ის. რას გაჩერებულა გზაზე? მიდი, გაიგიდე. კარგი. აი ასე. არ მოუნდა მოიშას მისი შეჭმა, რადგან ძალიან დიდი იყო და მუცელში ვერ დაეტეოდა. ახლა ზაფხულია, ირგვლივ სიყვარულია. დაიჭირე, მიდი, დაიჭირე. ასე თავხედურად რატომ დადის? მიდი, მიდი, მიდი. არ უნდა. საბრძოლო განწყობაზე არ არის. წყალში შესვლაც კარგია. მე სპორტული ფეხსაცმლით ვარ. გაშრება და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, წყალი სადღაც 23-24 გრადუსია. აი, კარგი გოგონებიც. მიდი მათთან. არა, არ მოეწონა. სადღაც გარბის. რაღაც შენიშნა. ნეტავრა, ეგ მისი ძაღლური საიდუმლოა. მაინც გავიგებთ. ხო, ბევრი ალკნიანი ნავია. კაპიკები ღირს და ნებისმიერ მშრომელ ადამიანს შეუძლია მათი ყიდვა. დიახ, აქ კომუნიზმია. მამხრივ დამოკიდებულება უბრალო ადამიანებისა და მილიარდერების მიმართ ერთნაირია. აქ ძვირადღირებული მანქანებიც არ არის. აქ არავინ იტრაბახებს, რადგან მაშინვე დაიჭერენ და პასუხს მოსთხოვენ. საიდან მოიტანე? რომელ ქვეყანაში მოიპარე? მოპარული ფულის წახალისება არ სჩვევიათ. აი ასეთი ამბებია. მაგრამ საკუთარ მოქალაქეებს სხვათა შორის გადასცემენ კიდეც. ტყუილია რომ არ გადასცემენ. მკვლელობის საქმეებზე ყველას გადასცემენ. სხვა დანაშაულებებზეც. მაგრამ შერჩევითად. თუ ადვოკატი დაამტკიცებს, რომ შეიძლება მძიმე შედეგები დადგეს, მაშინ ებრაულ სულს დასაგლეჯად არ გაიმეტებენ. უკვე ნიავმაც დაუბერა, აგრილდა. სადღაც 24 გრადუსია, დილით კი 28 იყო. არა, კარგი, 25. მოდი აქ.